მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ყავს სტუმრად ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ნანატრი სტუმარი, ბატონი საშა კალანდაროვი. უდიდესი მადლობა სტუმრობისთვის პირველ რიგში და ჩემი თანაწამყვანი რა თქმა უნდა გახლავს გაბატონი სოფია ჭედია. მოგესალმებით ბატონ საშა, ნამდვილად დიდი ხანია გსურს რომ თქვენ ჩვენი სტუმარი იყოთ და აგვიხდა. მოგესალმებით, მადლობა თქვენს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩემი აქ მოსვლა. უდიდესი მადლობა. ჩვენი მთავარი თემა ზოგადად არის, რა თქმა უნდა, პლასტიკური ქირურგია, ხო? მაგრამ პლასტიკური ქირურგია არა კლასიკური გაგებით. დღეს გვინდა რომ ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც ნაკლებად არის განხილვადი. ზოგადად პლასტიკურ ქირურგიას შეუძლია მხოლოდ ვიზუალური დეფექტების ცვლილება, თუ ფუნქციურადაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. იცით რა, პლასტიკური ქირურგია არის ძალიან საინტერესო რთული საგანი და რთული ზუსტად იმიტომ არის, რომ მუშაობს არა მხოლოდ გარეგნობაზე, სულიერათაც ეხმარება რაღაც ადამიანებს პრობლემების გადაწყვეტაში. რაც შეეხება ორგანოების აღდგენას, რეკონსტრუქციებს, აქ რა თქმა უნდა ვიზუალიც იცვლება, ფუნქციაც სწორდება და ადამიანი ხდება ბედნიერი. ანუ ჩვენი შედეგი, ჩვენი ოპერაციების შედეგი მარტო ვიზუალი არ არის. არის ადამიანის გაბედნიერება. დიახ. ოპერაცია, რომელიც ხელთან ერთად ცხოვრებას ცვლის. ნამდვილად. და აი პლასტიკური ქირურგია არა ესეთი გაგებით, რომ აი თქვათ გარეგნობას ვიცვლით. არა. იცვლება სხეული მთლიანად და მისი ფუნქცია, ახალი ცხოვრება იწყება. და აი საინტერესოა, როგორ სადამდე მივიდა პლასტიკური ქირურგია ამ გაგებით. ტექნოლოგიები ვითარდება უსწრაფესად. ანუ ხანდახან მეც მეუბნებიან, რომ აი როგორ არიცი, რაღაცა ახალი ფილერი გამოვიდა, ახალი ბიორევიტალიზანტი გამოვიდა. აი იმდენად სწრაფია ეს ცვლილებები, რომ ჩვენს გვიჭირს ხანდახან პარალელურ რეჟიმში ყველაფრის თქვა წაკითხვა და მით უმეტეს ოპერაციებს თუ ჩამოყალიბდებით, ხო კონკრეტულად ქირურგია ნაკლებად იცვლება, უფრო კონსერვატიულია, მაგრამ იცვლება ტექნოლოგიები. აი მაგალითად, ჩვეულებრივი ცხვირის ოპერაცია თუ ადრე კეთდებოდა რაღაცა სასწაული, პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ჭირდებოდა ორ კვირაზე მეტი სისხლის ჩაქცევები. დღეს შემოვიდა ტექნოლოგიები, რომელიც აი ამ ჩაქუჩს, თქვათ, სატეხს, მაკრატელს ცვლის და სათანადოდ კეთდება უფრო მარტივად, თუმცა შინაარსობრივად მაინც არის ცხვირის ოპერაცია. რა თქმა უნდა, მე მაგალითად მაქვს გამოცდილება, რომ აი როცა ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში და მე პრაქტიკებზე დავიწყე სიარული, არანაირი პირველი დღიდან არანაირი რეაქცია აი ცუდი, თქვათ, შემშინებოდა ოპერაციაზე შესვლის ან რაღაცა არ ყოფილა. ერთადერთი მეოთხე თუ მეხუთე კურსზე გამოცდილი მგონია თავი და ცხვირის ოპერაციაზე კინაღი მგონება დავკარგე. რო შევედი ცხვირის პლასტიკაზე, იმიტომ რომ მაშინ არ აძინებდნენ იმდენად. ეს იყო 20-25 წლის უკან, ეს იყო რაღაცა ვანდალიზმი, ყვირის პაციენტი, საშინელი ეს ჩაქუჩის ხმა და აი პირველად კინაღამ დავკარგე გონება, რომ არ დავესვით სკამზე, ალბათ წავიქცეოდი. მართლა იცვლება. ყველაფერი იცვლება, მით უმეტეს აი თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, ეს არის ანესთეზიის თემა. ადრე ეშინოდათ ხალხს ნარკოზის, დღეს პირიქით ნარკოზი არის სიამოვნება, პაციენტი იძინებს, აბსოლუტურად არაფერს არ გრძნობს, სრულდება 2 საათიანი, 3 საათიანი, რა ვიცი, 12 საათიანი ოპერაცია ხანდახან, პაციენტს ძინავს, იღვიძებს ჩვეულებრივად და არც ის ტანჯვა ახსოვს და არც თქვათ დისკომფორტი, არც სტრესი და ბედნიერია, გამოძინებული იღვიძებს რეალურად. ნამდვილად. მოდი გადავიდეთ ერთ-ერთ ჩემთვის ყველაზე საინტერესო თემაზე. თქვენ იყავით ერთ-ერთი პიონერი სქესის შეცვლის ოპერაციის ფარგლებში.
მე მგონი საერთოდ სხვა არც აკეთებდა არავინ საქართველოში ამ ოპერაციას. შეიძლება მეშლება. მაგრამ მაინტერესებს ზოგადად როგორი იყო ამ ინოვაციასთან მუშაობა. ეხლა აკეთებს ვინმე, მე მგონი. ეხლა აკრძალული არის საქართველოში. ეხლა საქართველოში აკრძალულია ეს პოლიტიკური მიზნებით კი. საერთოდ სქესის იდენტიფიკაცია არის ძალიან რთული და საზოგადოებისთვის მტკივნეული პროცესი. ჩვენ რო ვიბადებით, ბავშვობა გვაქვს, რაღაცას ვთამაშობთ, მე შეგვიყვარდება ვიღაც ადამიანი, მე ვგრძნობთ რაღაცას ლიბიდოს, მე გადავდივართ სექსუალურ ცხოვრებაზე და გონია რომ ეს არის თავისით მოდის, მარტივია და აუცილებლად ესე უნდა იყოს, როგორც მოხდა. თუმცა ყველა ადამიანებში ეგრე არ არის. არსებობენ ტრანსგენდერები მსოფლიოში, ეს არის მდგომარეობა ადამიანის, როცა გარეგანი, ანუ სხეული აბსოლუტურად ჯანმრთელია, მაგრამ ყველა ნიშნის მიხედვით არის მაგალითად მამრობითი სქესი, მაგრამ ადამიანი შინაგანად ამას აპროტესტებს და სულიერად აღნიშნავს, რომ მე არა ვარ მამრობითი, მე ვარ მდედრობითი და სათანადოდ ეს სოციალურად გამოიხატება ქცევებში, ტანსაცმელში, ვარცხნილობაში, მაკიაჟში, ასე შემდეგ. და ცხოვრების ეტაპი მოდის იმ ადამიანის ცხოვრებაში, როცა ის უკვე ფიქრობს იმაზე, რომ ქირურგიულად შევცვალო, ანუ დავიბრუნო ის სქესი, რომელიც ფსიქოლოგიურად აღიქვამს საკუთარ რა საინტერესო ხაზგასმა, ანუ დავიბრუნო და არა შევქმნა? კი, დავიბრუნო, იმიტომ იმათ დაკარგული კი არა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ არ უცხოვრიათ არასოდეს, მაგალითად, მამაკაცის სხეულში თუ ცხოვრობს ის მდედრობითი, იმას გონია, რომ ის თავისი არ არის და უნდა დაიბრუნოს ის, რაც ვთქვათ, უნდა ყოფილიყო სიტყვაზე. ამიტომ ეს ჩვენთვის ძალიან რთულად გასაგებია, მაგრამ ამაზე არსებობს სამედიცინო კვლევები, მსოფლიოს მასშტაბით, ანუ ადამიანი წესით უნდა გაიზარდოს, მერე გაივლის ჰორმონოთერაპიას და საბოლოო ჯამში, როცა ნამდვილად ჩამოყალიბებული აზრით, ანუ ადამიანი არ უნდა იყოს ფსიქიკურად ავადმყოფი მაგ დროს, არის ფსიქიურად ჯანმრთელი აბსოლუტურად, უბრალოდ არის ეგეთი ტრანსგენდერული ანომალია, ეგრე ვთქვათ. აქ შემთხვევაში ეხმარება მხოლოდ ქირურგიას შეუძლია დაეხმაროს, ანუ თანამედროვე ქირურგიას შეუძლია დაუბრუნოს ადამიანს არა მარტო სხეული, არამედ იდენტობა. თავის თავში არსებული იდენტობა. შესაძლებელია თუ არა იმ ხელოვნურად შექმნილ ან ვაგინას ან პენის კონდეს მგრძნობელობა. ეს ძალიან საინტერესო თემაა. საერთოდ ვაგინის შექმნა ტექნიკურად, ფუნქციონალურად და ვიზუალურად რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე მამაკაცის ასოს შექმნა. ესეა. ბუნებით ესეა და რეალობა, ვთქვათ, ქირურგიის რეალობა ესეთია. ოპერაციის ტექნოლოგია, მაგალითად, მამაკაცის გარდაქმნა, ქალის სასქესო ორგანოების ეს ოპერაცია ითვალისწინებს იმას, რომ პრაქტიკულად 100%-იანად არის სრულფასოვანი ვაგინა, რა თქმა უნდა, არ არის აქ საშვილოსნო სყელი და სათანადოდ საშვილოსნო. დანარჩენი გარე სასქესო ორგანოები და ვაგინა არის პრაქტიკულად იდენტური, თქვათ, ჩვეულებრივ ქალების. და ანუ მგრძნობელობაც აქვს. კი. თავისი ნერვული დაბალობა. საინტერესო. და მამაკაცის შემთხვევაში როგორ ხდება ეს ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ? მამაკაცის შემთხვევაში გაცილებით რთულია ასოს შექმნა, იმიტომ რომ რეალურად არსებობს ძალიან ისტორიულად ძალიან ბევრი ვარიანტი ასოს შექმნის, მაგრამ თანამედროვე ითვლება
რთული მიკროქირურგიული გადანერგვა ნაფლეთის, რომელიც შეიცავს ხანდახან კანს, ხანდახან კუნთს, ამისგან კეთდება საშარდემილი, მერე იქმნება სათესლე პარკი, მერე ხდება პროტეზირება, სათესლე ჯირკვლის პროტეზირება, ასოს პროტეზირება იმისთვის, რომ ვთქვათ, ერექციული ფუნქცია დაუბრუნდეს. ანუ გაცილებით უფრო რთული და ხანგრძლივი პროცესია. ეს ერთ ეტაპად არ კეთდება, როგორც გავიგე. და რამდენხნიანი პროცესია? ანუ ადამიანი რამდენად უნდა იყოს მონდომებული, რომ ეს ოპერაციები გაიკეთოს, რომ ამ ხელარისკზე წავიდეს? ამდენი ოპერაცია, ამდენი რეაბილიტაცია? იცით რა, სიტყვა მონდომებული აქ არ მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ არასურვილზე. საჭიროებაზე. ანუ თუ ვლაპარაკობთ ჭეშმარიტ ტრანსექსუალიზმზე, ეს არის ისევ გეუბნებით მდგომარეობა, როცა ადამიანის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის ჭირდება სქესის შეცვლა. ის ვერ იქნება ბედნიერი სხვა შემთხვევაში, ხო. იმისთვის ეს აუცილებელია. ეს არ არის ფუფუნება, ეს არ არის უბრალო სურვილი და სათანადოდ ის პიროვნულად როგორც ადამიანი თანახმა აბსოლუტურად ყველაფერზე. მრავალეტაპობრივ ოპერაციებზე, სირთულეებზე, გართულებებზე, იმისთვის რომ ეს ჭირდება, რომ საბოლოო ჯამში იცხოვროს ვიღაც პარტნიორთან და არ იყოს მაგალითად მარტო ჩაკეტილი რაღაც იზოლირებული თავის თავში. იცით რა მაინტერესებს? მე რო გადავხედე ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით, ბევრად უფრო მეტი კეთდება ოპერაცია, როდესაც ქალბატონი პირიქით, როდესაც მამაკაცი ცდილობს გარდაიქმნას ქალბატონად, ვიდრე reversed. ანუ ეს იმიტომ არის გამოწვეულია, ეს დიაგრამები იმიტომ გვაქვს ჩვენ პროცენტულად ესე რომ რთული არის ოპერაცია, თუ რა რითი არის თქვენი აზრით განპირობებული ეს? ძირითადი მიზეზი ოპერაციის სირთულეა. კი, ძირითადი მიზეზი ოპერაციის სირთულეა. აი ნახეთ აქ რა კავშირებია. ოპერაციის სირთულე იმდენად რთულია, რომ შედეგიც ხანდახან არ არის იმდენად კარგი. და ვთქვათ, ვაგინოპლასტიკის შემთხვევაში შედეგი იმდენად კარგია, ვიზუალურად, რომ აი ხანდახან ჩვენს გვიკვირს, რომ აი სხვა მრონახოს ვერც მიხვდება. ანუ იმათი ცხოვრება საზოგადოებაში უფრო მარტივია. ამიტომ ეს ოპერაციები უფრო ხშირია, ვიდრე ვთქვათ პირიქით. საინტერესოა, თქვენ გქონდათ ვიცი, თქვენი ერთ-ერთი პირველი პაციენტი ძალიან ცნობილი სახე საქართველოში და მაინტერესებს როგორ მიხვედით თანდათან იქამდე რომ საბოლოო ჯამში შეიქმნა ისეთი სილამაზე როგორიც იყო პრაქტიკულად ხო სამწუხაროდ უკვე უბედურება დაემართა მაგრამ პრაქტიკულად ყველა ტრანსგენდერი გადის სერიოზულ მომზადებას ეს იწყება იმ ასაკში, როცა ვთქვათ, ყალიბდება ეს პრობლემა, ეს შეიძლება ადამიანი მიხვდეს, ვთქვათ, 18 წლის ასაკში, შეიძლება უფრო ადრე, შეიძლება გვიან, აი, როცა მიხვდება, რომ რაღაცა ხდება, მაშინ მიდის ენდოკრინოლოგთან, მიდის ფსიქოლოგთან, ყალიბდება ჯგუფი კონტროლის, ჩვენ ქირურგები სულ ბოლო ეტაპზე. ჩართულები ვართ ხოლმე. მერე გადადის ჰორმონოთერაპიაზე. ჰორმონოთერაპია აუცილებელია იმისთვის, რომ მიხვდეს რეალურად, თქვათ, უღირს თუ არა, იგივე ასოს დაკარგვა და ვაგინის შეძენა. ამისთვისაც დრო ჭირდება. ამიტომ შეუძლია იმ წინა, თქვათ, ეტაპზე გაიკეთოს ჯერ სახის ფემინიზაციის ოპერაციები, თქვათ ძუძუს პლასტიკა, სხეულის ფემინიზაცია და სულ ბოლო ეტაპზე ეგრეც ხდება ხშირად, როცა უკვე ნამდვილად დარწმუნებულია, იმიტომ იმ დაკარგულ ასოს ვეღარ დაებრუნებს, ხო? რომც გადაიფიქროს ისე უხეშად რო ვთქვათ. და რეალურად ბოლო ეტაპზე კეთდება უკვე კონკრეტულად სქესის ქირურგიული შეცვლა.
დიახ. იცით რა მაინტერესებს, თუ არსებობს რაიმე დადგენილი ასაკი, რა ასაკამდეც არ კეთდება ეს ოპერაცია. ანუ ქირურგის გადმოსახედიდან, რომ ფიქრობთ, რომ ამ ასაკამდე ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის სანდო და დასაყრდნობი. ნუ რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ასაკში ეს ვერ გაკეთდება. ვერ გაკეთდება იმიტომ, რომ სქესის საბოლოო ჩამოყალიბება, ხდება სადღაც 14 წლის მერე. უხეშად. 14 წლის მერე თუ ეგრევე ხვდება, რომ არ მოსწონს თავისი ვიზუალური სქესი, უნდა მიმართოს სათანადო ექიმებთან, ამასაც დრო ჭირდება. სტანდარტული დრო, დადგენის, არის 5 წელზე მეტი. მოითხოვს სხვადასხვა სპეციალისტების კონსულტაციები, მეთვალყურეობა, თქვათ ანალიზების ჩაბარება, სამედიცინო პროცესია. პირველად თქვენთან მოდის პაციენტი ალბათ? არა, სულ ბოლოს მოდის. არა, მე გასაგებია ოპერაციისთვის, მაგრამ თქვათ, ვისაც უნდა გადაკეთება, თქვათ, ქალიდან კაცზე თუ კაციდან ქალზე, ქირურგთან მიდის პირველ რიგში. რა თქმა უნდა, როცა ლაპარაკი არის უკვე რაღაცის გადაკეთებაზე, მაგრამ თქვენ აგზავნით ალბათ ამ ფსიქოლოგთან თუ როგორ ხდება? 90%-ში უკვე გავლილი აქვს ყველაფერი. ყველაფერი გავლილი აქვს. კი. როცა ეს ოპერაციები საქართველოში კეთდებოდა, იყო ეგრეთ წოდებული ჯგუფი ამ ტრანსგენდერების და ინფორმაცია ამ ჯგუფში ძალიან მარტივად ვრცელდებოდა, ყველა იყო მომზადებული, რისთვის მოდიოდნენ, რაზე მოდიოდნენ, რა იყო გასაკეთებელი, ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას, შედეგებს, ეს ჩვეულებრივი ადამიანი. ყოფილა თუ არა ოპერაციის მერე რომელიმე თქვენი პაციენტს უტირია, მაგალითად ბედნიერებისგან. ბედნიერებისგან ყველა ტირის. იმიტომ რომ ეს ჯერ ერთი ვიზუალურადაც არის საოცარი ცვლილება. ხო, აი საოპერაციო მაგიდაზე მაგალითად არის 6-8 საათიანი ოპერაცია, დაწვება ბიოლოგიური კაცი და იღვიძებს ბიოლოგიური ქალი. ხო. მედიცინა არის საოცრება. ხო, მით უმეტეს როცა ისინი მე თვითონ უყურებენ ამას. ალბათ მე-9-ზე არიან. კი. იცით რა მაინტერესებს, ყველაზე დიდი გართულება რა შეიძლება მოყვეს ამ ოპერაციას? სტანდარტული მაგალითად ვაგინოპლასტიკის, ჩვეულებრივი ვაგინოპლასტიკის თემა არის არა მარტო ტრანსგენდერებში ეს ოპერაცია ზოგადად. ვაგინოპლასტიკა კეთდება ქალებში, ვისაც აქვს თქვათ საშოს განვითარების პრობლემები. აქედან გამომდინარე, იქ რაღაცა ისეთი განსხვავებული, განსაკუთრებული, რაც შეიძლება ქირურგიული თვალსაზრისით გართულებაზე თუ ლაპარაკობთ, მოყოს, არაფერი განსხვავებული არ არის. ერთადერთი განსხვავება, რომ ჩვენ დამატებით ვშრომობთ გარეგანცილამაზეზე, ესთეტიკას ვქმნით, გარე, თქვათ, ბაგეებს, კლიტორს, ანუ იმ სასქესო ორგანოებს გარე, რომელიც თქვათ აუცილებლად გასაკეთება. ანუ თუ არა აქვს ამ შემთხვევაში განვითარება. რა თქმა უნდა. და ვთქვათ, თუ არის ისეთი ქალები, ქალბატონები, რომელსაც აქვს ჩვეულებრივად და რაღაც პერიოდის მერე უნდა პლასტიკის გაკეთება, ანუ ან თვითონ ვერ გრძნობს თავს ისე სრულყოფილად, ან თქვათ პარტნიორი მიუთითებს, რომ რაღაც არ არის თვათ კარგად. ეს ცოტა სხვა კატეგორიის ვაგინოპლასტიკაა. ხო, აი ეგ მაინტერესებს. ანუ ჩვენ ლაპარაკობთ იმ ვაგინოპლასტიკაზე, როცა რეალურად ვაგინა არ არსებობს. ან თანდაყოლილი პრობლემაა, ან შეძენილი პრობლემა. რაც ასევე ძალიან ხშირი არის, სხვათა შორის ქალბატონმა ნინომ ისაუბრა წინა პოდკასტში მაგაზე. დიახ, ეს არის ჩვეულებრივ ქალებში დაავადებები, თანდაყოლილი ანომალიები, ან შეძენილი მაგალითად დასხივების შემდეგ, ნაწიბუროვანი პროცესების შემდეგ, კი, როცა ვთქვათ სქესობრივი ცხოვრება შეუძლებელია. ეს სხვა თემაა. და ის ბოლო თქვენი კითხვა ემსახურება ჩვეულებრივ ქალბატონებს, რომელსაც ვთქვათ ხშირი მშობიარობის შემდეგ, ანუ აქვს ფუნქციონალური დარღვევა, ანუ არსებობს ჩვეულებრივი ჯანმრთელი საშო, ოღონდ არსებობს ფუნქციონალური დარღვევა. ეს არის
უნებლიე შარდო ანუ შარდის შეუკავებლობა ან სექსუალური დისკომფორტი, სექსუალური ცხოვრების შემდეგ. ეს რა თქმა უნდა ექვემდებარება სტანდარტულ ოპერაციას. ეს არ არის სქესის შეცვლა. ხო, რა თქმა უნდა. ამ თემას აუცილებლად დავიბრუნდეთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება ქალბატონებისთვის, მამაკაცებისთვისაც. მაგრამ ერთ კითხვას კიდევ დავსვამ, მაინტერესებს თუ ყოლიათ პაციენტი, რომელმაც ინანა სქესის შეცვლის ოპერაცია და თუ აქვთ ამ ადამიანებს შანსი, რომ რაღაცნაირად დრო უკან გადაახვიონ. ჩემ პირად პრაქტიკაში ეგეთი არ ყოფილა, მაგრამ ვიცი ისტორიული ფაქტები, იმიტომ რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ, თქვათ, სოფლიო სტატისტიკას, სოფლიო პრაქტიკას, ეგეთი შემთხვევები იყო და ზუსტად ამისთვის დღეს თანამედროვე გაიდლაინი ისეთია, რომ არ გაძლევს საშუალებას უბრალოდ პაციენტი რომ მოვიდა და გითხრა რომ მე თქვათ აღარ მინდა ასო, მინდა ვაგინა, პირიქით ვაგინა აღარ მინდა და მინდა ასო, აი ესე უბრალოდ უმიზეზოდ და მარტივი სურვილის გამო ოპერაცია აღარ კეთდება არსად. ამას სჭირდება სათანადოდ კვლევები, დამტკიცება, დადასტურება, მთელი თქვათ ექიმების საბჭო დგება და ყველა მერე ადასტურებს, რომ ეს ნამდვილად ტრანსგენდერია და ჭირდება სქესის შეცვლა. კი ბატონო, ალბათ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი წილი ამ 100%-ში ექნება სავარაუდოდ ფსიქიატრს. ფსიქოლოგი და ენდოკრინოლოგი, კი. კი ბატონო. და ანალიზებს და დარღვევები აქვთ, თქვათ, აი მამაკაცი რომელიც ფიქრობს, რომ ქალია, ჰორმონული ცვლილებები მათში არის თუ არა ხო? უბრალოდ ვერ აღიქვამენ თავიანთ სხეულს სრულფასოვნად. კი, ფსიქოლოგიური პრობლემა ვიდრე კი. ჰორმონალური თემები აქ მეორადია. დიახ. და წამყვანი ყველაფერი არის ფსიქოლოგიაში. კიდევ ერთი საკმაოდ ისეთი ხშირი წინადადება მსმენია, როდესაც საუბრობენ ქალბატონები აპკის აღდგენაზე. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით და რამდენად ხშირი არის ეს ოპერაცია? ეს ნამდვილად არ არის აკრძალული, ხო? იყო თუ ეხლა აღარ არის. ეს ოპერაცია რა თქმა უნდა აკრძალული არ არის. ჩვენ ვთვლით, რომ ეს გადმონაშტია ალბათ რაღაცის, არ ვიცი, მე მაგას ვერ შევაფასებ რა არის ეს. აქ ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ ადამიანის ქალბატონის სურვილს. ჩვენც ადამიანები ვართ, გვესმის ყველაფერი, გვესმის ეს თქვათ სოციუმში რაც ხდება და ვეხმარებით თავიანთი სურვილის წამებ რიცხოვრონ. სურვილი ეს ჩემთვის მაგალითად როგორც ქირურგისთვის ეს იგივენაირი სურვილი როგორც მოდის და მეუბნება მე არ მომწონს ჩემი ცხვირი. ან მინდა დიდი მკერდი ან პატარა მკერდი, ჩვეულებრივად სურვილი და მეტი არაფერი. და ეხლაც არის შემთხვევები. კი. არის. დარწმუნებული ვარ, კი, ნამდვილად იქნება, მაგრამ არ გამსჭირთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავისი მგონია რომ რაღაც განვითარდა თითქოს ქვეყანაში, მაგრამ ჯერ ისე დაბალ საფეხურზე ვართ. არა, ეს ალბათ არასწორი შეფასებაა დაბალი საფეხური თუ ეს ყველგან ხდება. არა, გასაგებია, მაგრამ ნუ ადრე მეგონა რომ რაღაცა მაინც სირცხილი და რაღაც იყო და ეხლაც იგივე ხდება. ნუ ალბათ რაღაც საზოგადოებაში სავარაუდოდ ხდება, მაგრამ ისეთი ხშირი აღარ იქნება, ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეხლა პროცენტულად რეალურად არასოდეს არ იყო იმდენად ხშირი. რამდენადაც აფიშირებდნენ. ხო. აი, არასოდეს არ იყო იმდენად ხშირი. აქ ჩემი ხედვა ისეთია, რომ ეს არის პრობლემა ეჯახება გოგონა ან ქალბატონი ამას იმის მერე როცა შეხვდება ვიღაცა მამაკაცი. ანუ თავისით, აი, უბრალოდ მე მინდა და ხო, ეს ძალიან იშვიათია. რა საინტერესო მიგნება არის, ზუსტად ამასთან დაკავშირებით მინდოდა კითხვა დამესვა. როდესაც იკეთებენ თუნდაც მრავალი მშობიარობის შემდეგ, როდესაც იკეთებენ ვაგინოპლასტიკას, ძირითადად ეს ბევრად უფრო მეტად ქალის სურვილია თავად თუ თქვენი დაკვირვებით მისი პარტნიორის? ქალის სურვილია თავად. მე რაღაცა სხვანაირი ეს მქონდა შეხედულება, ვფიქრობდი რომ უფრო მამაკაცის, მაგრამ არა, ხო? არა, ქალის.
ძალიან მაინტერესებს, ქალებზე ბევრი ვისაუბრეთ, მამაკაცებზე მაინტერესებს. ანუ ინტერნეტში აი 100-ს გადიდებაზე 1000 დაპირებას იძლევიან, 1000 მითი არსებობს. რამდენად რეალურია, თქვათ, ან თქვენი აზრით, ყველაზე სახიფათო ტყუილი რა არის მამაკაცისთვის, რომელსაც ის იჯერებს? მოდით დავიწყოთ იქედან, რომ ნამდვილად ძალიან ბევრი მითია. რეკლამაა ძალიან დიდი სოციქსელებში, მსოფლიოს მასშტაბით. დიახ. აპიარებენ, არეკლამებენ აბსოლუტურად ნებისმიერ წამალს, დანადგარს, მასაჟს, არ ვიცი, მილიონ რაღაცას, რომელიც, ვთქვათ, რომლის საშუალებით შეუძლია მამაკაცს მიიღოს უფრო დიდი ზომის ასო. ქირურგია ამ შემთხვევაში გვთავაზობს, ოღონდ არის აქ ზუსტად ის ჩვენება, როცა ნამდვილად საჭირო, იმიტომ რომ არსებობს მდგომარეობები, როცა ნამდვილად პატარა ასო აქვს მამაკაცს. ესეც იშვიათობა. იმიტომ რომ სტანდარტული ზომა ჩვეულებრივ სექსუალურ ცხოვრებაში, მერყეობს, რომელიც ითვლება, რომ ნორმაა. აქ სანტიმეტრებზე რო ვლაპარაკობთ, ეს არასწორია, მაგრამ საზოგადოებაში ძალიან მიღებულია ეს მითია. როცა ნამდვილად ძალიან პატარა ასო, ქირურგიის მარტივი ოპერაცია თუ გაკეთდა, საშუალებას გვაძლევს 2-დან მაქსიმუმ 4 სანტიმეტრამდე მარტივი ოპერაციით, თქვათ, გავზარდოთ ასოს სიგრძე. მეტი არა. სულ რაღაც. ხო, სულ რაღაც, აი ზუსტად. სულ რაღაც. არსებობს სხვა რეკონსტრუქციული ოპერაციები, როცა ვთქვათ, ასო არის დაზიანებული, ან ტრავმა, ან ონკოლოგია, აი მაშინ კეთდება უკვე სხვა კატეგორიის ოპერაცია, როცა ვთქვათ, ასო შეიძლება გავხადოთ 18 სანტიმეტრიანი სიტყვაზე, მაგრამ აი ეს ოპერაცია არ ნიშნავს ასოს გადიდებას. ეს ნიშნავს ასოს რეკონსტრუქციას. ჩვენ ყავდა ერთი პაციენტი, რომელიც მოვიდა ესეთი ჩივილით, ზუსტად ამ პლასტიკური ჩარევის შედეგად არასწორად იყო გადაბმა გაკეთებული. არ ვიცი, ხა ზუსტად ტერმინები მინდა რომ სწორად გამოვიყენო და ძალიან აწუხებდა ამ მამაკაცს, ანუ დაჭიმულობას გრძნობდა ასოს რეკონსტრუქციის შედეგად. რამდენად ხშირი არის ეს გართულება და რაზე არის ეს დამოკიდებული? აქ პირველ რიგში ეს არ ვიცით რა ოპერაცია გაკეთდა ზუსტად. არ ვიცით ხო რა ტიპის რეკონსტრუქცია. ასო არის ძალიან სენსიტიური ორგანო, რომელიც ერექციის გარეშე სხვა ფუნქციას ასრულებს და სხვა ფორმა და ზომა აქვს. ერექციის დროს აბსოლუტურად სხვა ფუნქცია აქვს და საერთოდ განსხვავდება. აი ხანდახან ერექცია არ არის სათანადო და პაციენტი ნერვიულობს, ვერ ღებულობს იმ შედეგს და ხანდახან პირიქით ვერ შარდავს წესიერად თუ რაღაცა პრობლემა მოყვა იმ, ვთქვათ, რეკონსტრუქციულ ოპერაციას. აი ძირითადად ეს თემა, ანუ შარდვის ფუნქცია და ერექციის ფუნქცია ასოს უნდა გქონდეს სრულფასოვანი, მაშინ ჩაითვლება, რომ რეკონსტრუქციას გაკეთდა სრულფასოვანი. და თავის ექიმს ყავდა გამოშვებული MRI-ზე და ვიღებდით რეალურად მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას. რამდენად ხშირად აგზავნით ხოლმე პაციენტებს რადიოლოგიურ კვლევებზე? ზოგადად? აი ამ კონკრეტულ შემთხვევებში. იშვიათად. ძირითადად კეთდება ჩვეულებრივი კომპიუტერული ტომოგრაფია და კონტრასტი, ვთქვათ, საშარდე სისტემისთვის. ამ შარდოსთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ძალიან საინტერესო იქნებოდა საუბარი, როდესაც ასაკობრივ ცვლილებებთან ერთად მოდის ეს შარდვის კონტროლის პრობლემა. ხო, კი ვისაუბრეთ თქვენ ახსენეთ დაახლოებით, მაგრამ გვაინტერესებს ასაკოვანი ქალებისთვის, ანუ როდესაც და ან მამაკაცებისთვის, როდესაც ეს თემა სცილდება უკვე პლასტიკურ ქირურგიას, ხო. უროლოგიის თემა. ეს თემა არის უროლოგიის. ანუ თქვენ არ გეხებათ რა შემთხვევაში. ასაკობრივი ცვლილებები არა, ჩვენ ვაკეთებთ ვაგინოპლასტიკას. აი ვთქვათ, მშობიარობის შემდეგ, როცა ირღვევა ეს ფუნქცია, ოღონდ ეს რა თქმა უნდა უფრო ახალგაზრდა ასაკში ხდება. კი ბატონო, ძალიან ბევრი მითი არსებობს ზოგადად პლასტიკურ ქირურგიასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით რა ყველაზე საოცარი მითი გაგიგიათ, რომლითაც მოსულა პაციენტი თქვენთან და გაოგნებულ ხართ?
ნუ ყველაზე საოცარი მითი აი ჩვენ კესო თუ გავიხსენეთ ყველაზე საოცარი მითი იყო რომ კესო დაურსულდა თვითონ იმდენად დადებითი პიროვნება იყო რომ აბა ძალიან ბევრს იცინებდა ამ ფაქტზე ხო თვითონვე გაეშარჟებდა ამ მითს ეს საერთოდ ისეთი თემაა რომ ტრანსგენდერი ვერ დაურსულდება. რა თქმა უნდა. ეს მთელი ფუნქციებია. საშუალოს არ აქვს, საკვერცხი არ აქვს, სათანადოდ მედიცინა აქამდე არ მისულა. მაინტერესებს რა სამი კითხვა უნდა დაუსვათ თქვენ პაციენტს, რომ საბოლოოდ გადაწყვიტოთ თქვათ ოპერაციის ჩატარება. აი ნებისმიერ ოპერაციაზე უნდა ვიცოდეთ პაციენტის სურვილი მერე რამდენად ეს სურვილი ადეკვატურია თვითონ ამ პიროვნებისთვის და მესამე არსებობს თუ არა დღეს ქირურგიული ხერხი რომ მივიღოთ ეს სურვილი შედეგად. ეს საკმარისი. და მიდიხართ ოპერაციაზე. კი. ძალიან საინტერესო. ჩემი აზრით ყველა იმ თემას შევეხეთ, რასაც ზოგადად არ საუბრობენ. ისე მასშტაბურად და გახსნილად და ღიად. ამისთვის უდიდესი მადლობა. მადლობა ნამდვილად. თავიდანვე, როდესაც გადავწყვიტეთ ამ თემაზე საუბარი, ვფიქრობდი, რამდენად დათანხმდებოდით ზოგადად ამ თემაზე საუბარს და მართლა ჩემი აზრით, ყველა იმ ცნობის მოყვარე ადამიანს, ვისაც ეს თემა გვაინტერესებდა, მე პირადად ძალიან მაინტერესებდა და ბევრჯერ მიკითხავს AI-ისთვისაც, რომ როგორ ხდება ქრონოლოგიურად ეს პლასტიკური ოპერაციები, ვერასდროს ვერ მიმიღია ბოლომდე ესე ამომწურავად ინფორმაცია. ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენად გააუმჯობესა თქვენი სამუშაო პროცესი? ჩემთვის არანაირად. არანაირად, პირიქით გაგირთულოთ მე მგონი. ხო, იმიტომ რომ ბევრი პაციენტი უკვე თვითონ შეკრებილი ანამნეზით მიდის ხოლმე ძირითადად ექიმთან. მე ყოველთვის აი მაგალითად დღესაც შემიძლია გითხრათ ესეთი რამე. ნუ ჩემი ასაკისთვის არც ვიღებ ჩემ ასაკს, ზოგადად ვთქვათ ექიმი 45 წლის ასაკში ითვლება რომ უკვე გამოცდილი, ჩამოყალიბებული პიროვნება ექიმი შეიძლება კონდეს რაღაცა წოდება სამეცნიერო შეიძლება არა, მაგრამ გამოცდილება უკვე შეიძლება უნდა კონდეს უკვე დაგროვილი იმისთვის რომ მუშაობდეს, ხო? წარმოიდგინეთ, ეს ექიმი სწავლობს, ნუ სკოლა გასაგებია, მერე სწავლობს 6 წელი მერე კიდე რეზიდენტურა, მერე კიდე სწავლობს და ნუ ჯამურად გამოდის სადღაც მინიმუმ 20 წელი ეს ადამიანი სწავლობს. და მერწმუნეთ, რომ 45 წლის ასაკში კი არა, ჩემთვისაც ხანდახან არის რაღაცა სიახლეები და ბევრი რამე ჩვენც არ ვიცით ახლა ჩვენ დარგში და პაციენტსაც ვეუბნებით, აი როგორ გიპასუხოთ, როცა სოფლიოში არავინ არ იცის, აი ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. და ადამიანი ჩვეულებრივი სკოლის განათლებით ან სხვა უმაღლესი განათლებით რომ წაიკითხავს რაღაცა სამეცნიერო, სამედიცინო ინფორმაციას, რანაირი ნიჭიერი, რანაირი განათლებული არ უნდა იყოს, იმას ეს იმდენი ცოდნა სამედიცინო სფეროში არ აქვს, რომ სათანადოდ დაალაგოს და სათანადოდ მიიღოს ეს ინფორმაცია. ანუ ის ყოველთვის სუბიექტიურად ანალიზებს იგივე ხელოვნური ინტელექტის ინფორმაციას, ან სოციალური ქსელში წაკითხულ ინფორმაციას, ან ერთმანეთთან მეზობლებთან. აქმა მნიშვნელოვანია, თორე შეიძლება მე და თქვენ პირობითად წავიკითხოთ ერთი და იგივე წინადადება და თქვენ სხვა აზრი გამოიყვანოთ იქიდან, გამოიტანოთ და მე სხვა. ამიტომ იგივე სოციალური პირობების ფარგლებშიც. ნამდვილად. ბატონო საშა, უდიდესი მადლობა ამ საგანძური ინტერვიუსთვის ჩემი აზრით. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი სტუმრობა ჩვენთვის. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ნამდვილად. უდიდესი მადლობა რომ უყურეთ ჩვენს პოდკასტს. მომდევნო გადაცემებში კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო თემებს შემოგთავაზებთ.